ოზურგეთში სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟზე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 8 მეტრიანი სიმაღლის რკინა ბეტონის დამცავ კედელს აშენებს. 2014 წლის სექტემბერში მდინარე ბჟუჟის ადიდების შედეგად გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. სტიქია მოსახლეობასა და რაიონში არსებულ ინფრასტრუქტურას 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიაყენა. დღეს სოფელ შემოქმედში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ჩავლიაშვილი პირადად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება. აქ უხინალეგების შედეგად დაზარალდა მოსახლეობა, დაზიანდა საავტომობილო გზა, აგრეთვე მდინარემ წაიღო მთლიანად ძველი ნაპირსამაგრი კედელი. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შედეგად მოსახლეობას და მიმდებარე ინფრასტრუქტურას გზაში პრობლემები აღარ ექნება. უკვე დასრულებულია დაახლოებით 4 მეტრიანი კედლის არმირებული კედლის მოწყობა, აგრეთვე აღდგენილია თვითონ გზის საფარო. დაწყებულია სამუშაოები, ეს არის ყველაზე სერიოზული მოცულობითი ობიექტი. ეს მოხსნის ძალიან დიდ პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში უქმნიდა ეს ადგილი კონკრეტულად ამ მოსახლეობას, რომლებიც ამ სანაპიროზე არიან გათავსებული.